გირჩი როგორ უნდა მოვიქცეთ, ეს იდეა სულ იყო, რომ მოდი ერთმანეთს მივხედოთ, რომ საკუთარი ამომრჩეველი თუ საკუთარი თანამოაზრეები დაგვენახა რა. მაგრამ ეხა ხო ნამდვილად ცხადია, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ხდება, რაც ქართულ პოლიტიკაში ამის პარალელურად ხდება. ხო გასაგებია, რომ გირჩელებისთვის, ანუ ჩვენთვის, ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ სახი აზრის დონეზე ამაზე მსჯელობა შეგვიძლია და ერთმანეთთან ურთიერთობა შეგვიძლია იმისათვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ანუ საუკეთესო მე მგონი ეხლა უბრალოდ ცხოვრება მაჩვენა რა, რომ აი ის ამბავი, რასაც აი სანდრო ბოლო პერიოდში რაღაცაად იმაშვება რა, ცდილობს, რომ ბევრ ადამიანში გაიტანოს, რომ მოდი ეს კონკრეტული ჩვენი არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისთვის გამოვიყენოთ, დავანებოთ ამ საგიჟეთს თავი, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება პირიქით, ანუ ამან დაგვასტიმულიროს იმისათვის, რომ ანუ აი ამ ნაცქოცურ და აბსურდამდე მისულ თუ რაღაცა თამაშს არ გავეკაროთ. ამ ხალხთან ვერასოდეს ჩვენ ვერ ვიპოვით ჩეხების წერტილს. და ამ ხალხთან ახლა ვერ ვიპოვით ჩეხების წერტილს. ერთადერთი ხალხი, ვინც დავრჩით, რომ აი რა ვიცი, შეგვიძლია რომ ერთმანეთის იმედად რაღაცეები გავაკეთოთ. ჩვენ ვართ, ანუ გირჩი ვართ. ჩვენ ხო რასაც ვაკეთებთ და რასაც ვცდილობთ რომ გავაკეთოთ, არის რომ მოდი რაღაცნაირად ერთმანეთი ვიპოვოთ და აი ამ აბსურდულ სპექტაკლში მონაწილეობა არ მივიღოთ. იმიტომ რომ რა ვიცი, მაგალითად რა ჩვენიანებს დავეხმაროთ. თელავში რო ვიყავი, ჩვენი ბებო, რომელიც ძალიან ხშირად გვირეკავს ხოლმე, გავიცანი რა, ყველაზე მნიშვნელოვანი გარდა იმის, რომ არ ვიცი, იაგოს გადაცემა მოეწონა, ზოგადად რაღაცა მოეწონა, რა იყო ამ ადამიანისთვის და იცით რა მითხრა? ერთი რაღაცა გითხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთო. აი მაგალითად მე მივდივარო და ჩემსო მეზობლებსო თუ ჩემს ნაცნობებსო და ნაცნობებსო ვეუბნებიო, რომ ხმა 36-ს უნდა მიცენო. რატო? იმიტომ რომ შენ რამე გინდაო, ხო ჩემთან უნდა მოხვიდეო. ხო და ერთმანეთს დავეხმაროთო. ანუ რეალურად აი ამ ადამიანმა ჩემი აზრით აი ეგ მითხრა რა მთავარი და პირველი, რომ მე მგონი მართლა დაინახა და იმის და შეიგრძნო იმის მნიშვნელობა, რას ნიშნავს თემი. აი რას ნიშნავს რაღაცა იდეით გაერთიანებული თემი და ეს იდეა შეიძლება იყოს მათ შორის ურთიერთდახმარება. და ისეთ სამყაროში, რომელშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ, სადაც აი ყველაზე დიდი ალბათ ადამიანური პრობლემა არის დაუცველობა იმის გამო, რომ ჩვენ არა ვართ ხვალინდელ დღეში დარწმუნებული. არც ერთი გაგებით, არც აი როგორც კაცობრიობის ნაწილი, რომ ეს კაცობრიობა რაღაცა დალაგებული, რაღაცა კურსით მიდის სადღაც. არ ვიცით სად მიდის კაცობრიობა დღეს დალაგებული კურსით და საერთოდ რამე კურსი დალაგებული არის თუ არა და რაღაცა ყოველ რაღაც დღიურად არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ ამ კაცობრიობის თავს რაღაცა უცნაური მოვლენა, ან უცნაური მოულოდნელი რაღაცა დატრიალდეს. ისე როგორც არ ვარ დალაგებული შიგნით საზოგადოება, ქვეყნის შიგნით, სადაც ესეთი კლოუნადა გვაქვს მოწყობილი, სადაც ფიზიკის კანონებს, რომელიც აი მორალური კანონების ტოლფასია, ანუ აი ფიზიკის და მორალური რაღაცას ვლაპარაკობდი, პატივს არ ვცემთ საერთოდ, როგორც აი ტრამპი არ სცემდა პატივს იმას, რომ რა ვიცი, ტარიფებზე რაღაცებს ლაპარაკობდა. როდესაც ესეთი მსოფლიოში ესეთი ვითარებაა, შენ ხო რამე პატარა ნავი მაინც უნდა გქონდეს სტაბილურობის ამ რაღაც გამოუცნობ ოკეანეში. ხო და აი პატარა ნავის სტაბილურობის მე მგონი არის ესეთი გირჩი საზოგადოების ჩამოყალიბება, ისეთის რომლის იმედი მაინც გვექნება და ერთმანეთს აი თუნდაც ახლა არჩევნები როა იმის განმავლობაში დავინახავთ, არ ვიცი, ეს გვეცოდინება, რომ თვითაულ არ ვიცი, ქალაქში თუ სოფელში თუ სადღაც რამდენი ადამიანი ყავს, აი ძალიან მაინტერესებს ახლა აი ჩვენი ჯედერების სის გაფილტვის შედეგად რა მოხდება, რამდენი ადამიანი რეალური არის, რამდენი ადამიანი კიდე ჩვენი მხარდამჭერია, რამდენი უბრალოდ რაღაცა ძველი შემორჩენილია. ანუ რაღაც თამაში უნდა გავასერიოზულოთ იმ გაგებით, რომ ჩვენი დახმარება ერთმანეთის მიმართ მართლა უნდა გახდეს საგრძნობი, ისევე როგორც მაგალითად აი სკოლას, რასაც ვაკეთებთ, ეს სკოლაც ერთ-ერთი კომპონენტია ურთიერთდახმარებისთან, როგორი ღია, რომ ეგრევე ყველა დაინახავს, აი მართლა ღირებული დახმარება გავუწიეთ ერთმანეთს თუ არ არის ეს ღირებული დახმარება, იმიტომ რომ ამის დამალვა იქნება შეუძლებელი, იმიტომ რომ, რა ვიცი, მათ შორის ამის იმედიც კი მაქვს, რომ აი ესეთი ტიპის ურთიერთდახმარება
სხვა ადამიანებისთვის დაფიქრების საფუძველი შეიძლება გახდეს, რომ აი რაღაცას დავფიქრდეთ, რომ აი ასეთ სამყაროში, ასეთი შიდა მოწყობით მოუმზადებლები ველოდებით წარღვნას. აი რაღაცა წარღვნას, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს და ჩვენ ფეხი-ფეხზე გვაქვს გადადებული და ნაცვლად რა ვიცი, კიდობანი შეჭიდვისა, რაებით ვართ დაკავებული, კაცმა არ იცის.